გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ვაგზელებთ გადაცემას ძვირფას ტელემაყურებლებო და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონ გიორგი თარგამაძე. როგორ ახეთ გიორგი? მადლობა, გამარჯობა. ადრესი სხვანაირად ხდებოდი ხოლმე. ხო, ადრე რო შემოვდიოდი, ხალხი იჯდა და ხალხი იჯდა, ბენდი უკრავდა, ზეიმი იყო. ახლაც უკრავენ, და დარწმუნებული ვარ, როცა უყურებთ ეს გადაცემას უბრალოდ დარბაზში. კი, ჩვენც ახლა ხო ხვდებით, არ გვილხის ახლა როგორც თქვენს ტელევიზიას, არ წარმოადგენთ გამონაკლის. ჩვენთანაც რო შემოხვალ ტელევიზიაში, დამხტური ადამიანები აღარ არიან, მოკლედ შემცირებების კვალობაზე. წამყვანი სტუდიაშია და ვერ გამოვა, პროდიუსერი ზევით არის და არა უშავს. ჯერჯერობით უმკლავდები. ხო, თვითონ ესე იგი სტატების შემცირება თქვენთანაც არის, ხო? ნუ რადგან ფინანსური კრიზისის გამო, ხო? არა, თქვენთან არის. ძალიან დიდი მასშტაბით მოხდა და ნუ ჯერჯერობით ვახერხებთ იმას, რომ რაღაც ოპტიმალური რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ეთერს უზრუნველყოფენ. ნუ პრინციპში სიტუაცია ისეთია, რომ ერთია თითოეული ადამიანი აკეთებს რამდენიმე სხვა მისი კოლეგის საქმეს ერთდროულად. მაგალითად რას? მაგალითად ახლა რო დააკვირდეთ, აი კვირის ფორმულას უყურებთ ხოლმე ალბათ კვირაობით გვიან ეთერში, ხო, რომელიც დროების შემდეგ ადის ეთერში. იქ იმის გამო რომ წრიული კადრია, ანუ მაგიდის გარშემო ვსხედავთ, წამყვანები, სტუმრები მოდიან, იქ რაღაც ახლოს კადრის მოტანა საჭირო, გაშლა და ასე შემდეგ და იმის გამო რომ ოპერატორები აღარ აუყავს იმ რაოდენობის, რომელიც უნდა იყოს ამ კამერების და ამოცანის რაოდენობაზე, ამ ოპერატორებს უწევთ გადარბენები. ხო, მათ ხო წრეზე იღებს. გადარბენები. არა უშავს. დარბის წრეზე. მთავარია თავის საქმეს კარგად აკეთებენ და მთავარია მაყურებელი იღებს იმას, რის გამოც ეს გადაცემები და ტელევიზიები საერთოდ ვარსებობთ. ხო, მაგრამ აი ახალი შტატების ხო შეიძლება აი იყო ანუ გადაამზადო, ასწავლო. ეგ გვშველი, ზოგი ჭირი რომ მარგებელია. ესაც შენს შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის ახალი პროფესიები შეიძინონ ამ შემთხვევაში, ოღონდ ეს ადამიანები რომ მოდიან, მათი უმეტესობა როგორც წესი იმ მომენტში ამ პროფესიას არ იცნობს, პირველი შეხება არის მისთვის და შემდეგ ვიცით რომ აი 2-3 თვე და ის ალბათ აუცილებლად იპოვის სხვა გზას, იმიტომ რომ მიდიან ეგრევე ხელფასობის პირობებში ხო არა უშავს. არა უშავს ყველაფერზე, ანუ ბევრნაირი გადაგვიტანია, ხო, ეგ ამბავია კი. აი ცირა უნდა ხო ნუ ცოტა ესეთი კითხვა მაქვს, ხო, რადგან ახლა წამყვანები, ანუ ფაქტობრივად კვირის განმავლობაში რამდენი საათი ხარ ეთერში, ანუ ორშაბათი, ოთხშაბათი. თუ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება, როდესაც სპეცგამოშვებების სახით გვიწევს ხოლმე, ხო, იმიტომ რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა სპეცგამოშვების დროს, მაგალითად ერთი ცვლა ოპერატორის ან საეთეროსი რო წასულა, რომ მოსულა, მე ისევ ეთერში დავხვედრი ვარ მეორე დილის 11 საათამდე, ხო? საღამოს ეთერში შესული. მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი ასეთია, რომ ლაივს რასაც ვეძახით, ანუ უწყვეტ პირდაპირ ეთერი, როცა სტუდიიდან მაუწყებლობ, მე გამომდის 10 საათი. ანუ 10 საათი ვარ უწყვეტად ცოცხალ სატელევიზიო პირდაპირ ეთერში. მე მინდა ერთი ვიდეო გავუშვა. შენი ვიდეო, პირადად ჩემი მოჭრილია. ანუ ვინმემ კი არ გაავრცელა. ეს ვიდეო ახლა უნდა გავვრცელდეს. ეს არის მე მგონი გადაღლისგან დაგემართა რაღაცა ესეთი ამბავი, იმიტომ რომ სადღაც 2.5 არის, ნუ ოქტომბრის აქციების მერი, ნოემბერი, დეკემბრის ამბავია, რომ აი მთელი ღამე რო ხალხი იდგა ქუჩაში და ნუ შენ ჩართვაზე ყავს ისო დიტო ცინცაც. კი, გამახსენდა და გახსოვს ხო ეგ კი ბატონო თუ შეიძლება რაღაც გამოსწორებას არ გამოვიდა. ბოლოს მოდი ვნახოთ. მოუარე, მაგრამ ვერაფერს არ გამოვიდა. მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ვიდეო და მე გავაგზავნოთ საუბარი. როცა თქვენ გესაუბრებოდით, მახსენდებოდა ძველი დრო, თქვენს მიერ გადაღებული სერიალები, იმ ძველი კარგი იმედის პერიოდში და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი კარგი რა, სერიალები არ გადამიღია არასოდეს. ფილმი მაქვს ხედველობაში. ბატონი ოთარ შამათავას პროექტების და იმების მიხედვით და ჩვენ გვახსოვს მაშინ ან რა არ გადამერია ოთარ შამათავასთან არა. არა, შამათავასთან ერთად არა, მაგრამ ჩვენს ეთერში გავიდა მაშინ. ეთერში არ გადამერია.
არა, უკაცრავად, მაგრამ ეგრეა. მე დავიბრალე. ბოლოს უნდა გეტყვა, რომელი ხარში ერთი გამოდამინახე. ვერც ერთი ვერ გავარ. აი, საერთოდ ვერც ერთი რაღაც ვერ გაართ. იცი რა არის, არ არის გასაკვირი, ბატონო. თან იმდენად დამაჯერებელი ხარ საუბრისას რა, ხო და ძალიან კარგად ვიცნობ და მართლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორი არის მისი თაობის მithumetes. უბრალოდ, რა პერიოდიც იყო შენთვისაც აღნიშნე, ყველანი ძალიან გადაღლილები ვართ იმ მომენტში, მაგრამ ჩემთვის ახლა იმ პერიოდის ქართული კინემატოგრაფია, ფილმები იქნებოდა ეს სერიალები და რაღაცები, მაინც ჩემს იმედისეულ წარსულს უკავშირდება რა და ეთყობა რაღაცა გადავაბი, მივაბი, მოვაბი ერთმანეთს და ასოცირდებოდა ამასთან. მაგრამ არაფერმა არ მიშვება. არც ერთი ვერ გავა. შეიძლება ითქვას ვერც ერთი ვერ გავა. და კიდევ ერთხელ ბოდიშუფტი ამის გამო ბატონო. ზოგადად ხშირად მოგდის ხოლმე ეს რაღაცები არა. სახელები მეშლება. წოდებები არა, სახელები მეშლება ხო. თან აი ისეთი ადამიანები ზოგჯერ რომელიც არ უნდა შემეშალოს. ძირითადად მაინც ალბათ უფრო გადაღლისბრალია, მაგრამ როგორ აი რეები შექმნია. იცი რა შეიძლება ადამიანს გვარი კონდეს, რომელიც ნაწარმოებია სახელის შემადგენლობით და ის სახელი დაუძახო სახელად მას. აი რამდენიმე დღის წინ მქონდა ეგ შემთხვევა ბატონი გიორგი ბადრიძე, რომელსაც წლებია ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს სცემ. გამორჩეული ქართველი დიპლომატი არის და სტუმრად ყავდა თორშტები წინა კვირას. ხო. და მიმართე ბატონო ბადრიმეთს. ხო კი დავამატე რომ ძალიან შორსაც არ წავსულობთ, იმიტომ რომ ბადრიძეა გიორგი. გამოიყვანეთ მდგომარეობა, ხო. მე მომენტალურად ვასწორებ, ხო, არ მჭირდება პროდიუსერის შეხსენება ან თვითონ რესპონდენტის, მაგრამ ეგეთი შემთხვევები მაქვს კი. ხო. მოდი ახლა გადავიდეთ რაღაც ჩვენს ქვეყანაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ ედიტორიალებს უსმენ ხოლმე შესას, ძალიან საინტერესოა და კარგი აქცენტები გაქვთ ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი. ხო და მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს, აი ჩვენთან დაკავშირებით, აი რა გვეშველება ხა ხო ხდები ხა ჩვენ ხო გვინდა რომ რაღაცა ეს ქვეყანა შემოვატრიალოთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამ ოპოზიციურ ფლანგზეც ხო ისეთი სიტუაცია არის, რომ გვინდა შემოატრიალოთ, მაგრამ აქაც რაღაცა ერთმანეთში არის დიდი ხო, ეგ სერიოზული პრობლემურ ფაზაში გადავედით, განსაკუთრებით აი მედია, ტელევიზიები, იმიტომ რომ მანამდე რაც მოხდა ის რომ ვინცაც დღეს ხელისუფლება და ძალაუფლება ხელთ უყრია ამ ხალხმა, უბრალოდ გვაიძულა რომ ჩვენი რაღაც ჟურნალისტური ჩარჩოებიდან გამოსულიყავით. რატომ? იმიტომ რომ თავად მოგნათლეს მტრებად იდეაში არიან კიდეც თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის მტრები, როგორც აღმოჩნდა დასავლეთის მტრებიც, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრობასაც და იძულებით აღმოჩნდით სანგარში, ხო, საიდანაც თავს იცავ. რა თქმა უნდა, ჩვენი მდგომარეობა პროპაგანდისტებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველ რიგში მორალური, იდეოლოგიური პოზიციებიდან, მაგრამ აი ეს არის მოცემულობა. ზოგი ამის გამო ფიზიკურადაც დაზიანდა, ხო, რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიური ოპერაციები წარმოებს, პერსონების დისკრედიტაციის, ოჯახების მიმართ და ასე შემდეგ. არ არის ადვილი ამ სანგარში ყოფნა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ეს ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი არჩევანია, მაგრამ ახლა უფრო რთული არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ამ სანგარში ატყდა სროლა. ანუ ვისთან ერთადაც ვართ ყველანი და ვებრძვით მტერს რუს სინამდვილეში. ამ სანგარში ხალხმა დაუწყო ერთმანეთს სროლა რა. რაც არის ძალიან დამაზიანებელი, ძალიან არასწორი. მე პოლიტიკოსებს ჭკუის დარიგებას ვერ დავუწყებ, მაგრამ სურვილს ნამდვილად გამოვთქვავ, რომ ეს ყველაფერი დროულად შეწყდეს, იმიტომ რომ არა უბრალოდ არასასიამოვნოა, არამედ ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენი საერთო ამოცანებისთვის და ქვეყნისთვის. თვითონ ხალხიც ხო ეხლა ისია გიორგი, რომ აი ხა მე რასაც დავაკვირდი, ხო? აი ეს აღშფოთების, აი ჩვენ ხო ყოველ დღე რაღაცა იმაზე უარეს გვთავაზობს ხელისუფლება, რაც წინა დღეს ჰქონდა. წინა თუ ეს კი არა, ან წელს. წინა დღეს რაც იყო, მეორე დღეს უარესის რაღაცას შემოაგდეს. რაღაცა კანონი, რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა რა, ყოველ დღე ართულებს სიტუაციას. და ჩვენ სიტყვაზე ხო ეს ხალხის ხო რასაც დავაკვირდი, ხო? კი აღშფოთდებით, აი აღშფოთდით, მაგრამ აი თითქოს რაღაცა ისეთი სიმძაფრე აღარ მაქვს ამ აღშფოთებაში, აი ბოდიში აი ჟარგონს ვიხმარ გატრუხდა აღშფოთება, ხო არის ესეთი ჟარგონი არსებობს, რომ ძალიან ბევრი წითელი ხაზი იქნა უკვე გადაკვეთილი. და ნაწილობრივ ეს შოკის მდგომარეობაც არის.
და მეორე მხრივ არის ძალიან კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, ხო? ეს ამათ არ მოუგონიათ. უბრალოდ აღმოჩნდნენ ძალიან კარგი შეგირდები ოსტატების. ხო. გომბეშოს წყალში მოხარშვის ტექნოლოგია ქვია დაახლოებით ამას. არაფერი, როდესაც დუღარე წყალში თუ ჩააგდებ გომბეშოს, ინსტინქტი მას მომენტალურად აამოძრავებს სასიკვდილო საფრთხეს. იგრძნობს და ინსტინქტის დონეზე წინამდებობას წევს და ამოხტება ხოლმე და გადარჩება. ხო. როდესაც იგივე გომბეშოს ჩასვავ იმავე ქოთანში, ასე ვთქვათ, და წყალს ნელგაზზე დადგავ და დაიწყებ ნელ-ნელა ადუღებას, ეს ნელთბილი წყალიდან შემდეგ ცხელში გარდამავალი პირიქით სიამოვნეს კიდეც, кайფშია რა, ანუ აი ხო, ჯაკუზი შეგრძნება აქვს, ცოტა თუხთუხსაც მაგრამ როგორც კი 100 გრადუსს აღწევს, ანუ დუღილის ტემპერატურას, ის ხდება უკვე რომ რაღაც სასიკვდილო საფრთხე, უკვე ინსტინქტი იწყებს მუშაობას, მაგრამ სხეული აღარ ემორჩილება და იხარშება. ხდება. აჰა. პოლიტიკასა და მედია ტექნოლოგიებში ამას ეგრეთ წოდებულ სალამის პრინციპსაც ეძახიან, რა, როდესაც ესე თხელ-ნაჭერ ჭრიან, ასე ვთქვათ, შენს მოთმინებას დავარქვათ ამასაც, ცთიან მოთმინებას. ივანიშვილმა ეს არაერთხელ გააკეთა თავის კურატორების მეშვეობით საქართველოში. ზოგჯერ ცოტა მეტი მოუწია, იმიტომ რომ ვერ გათვალა საზოგადოების რეაქციები, რა ვიცი, გავრილობიდან დაწყებული იქნა მოყოლებული რამდენი ასეთი პიკი იყო და ამ პიკურ სიტუაციებს ჩვენ რეაგირებთ. 28 ნოემბერი ამხრევ იყო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ხო, მაგრამ იმის შემდეგაც უკვე ხო მოხდა რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვანი რაღაც, რაზეც თითქოს უფრო მასშტაბური და მძაფრი რეაქცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი არ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკმაყოფილება, აი ეს მუხტი სადმე წავიდა და გაქრა. და ამ ხრივ მედიებიც მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. ხო, იმიტომ რომ უკვე სიმბოლური შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გარდამავალ ფაზაში ვართ, მაგრამ აი ამ სრული დიქტატურის განწყობას ვერ გძნობთ. შეიძლება ისე ვერ აღიქვავთ, მათ შორის უპირველესად იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ეთერში. რომ ეს ხუმრობა ისმის ეთერში, რომ დავუშვათ პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეგვიძლია ძალიან მკაცრად ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ასე შემდეგ. ხედავთ იმისა, რომ ჩვენ ძალიან არანორმალურ რეჟიმში მუშაობთ. არც ერთ ჟურნალისტს ან ტელეწამყვანს არ სიამოვნებს, მხოლოდ ერთი მხარე როცა არის წარმოდგენილი, ხო? ნუ აი გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს, როგორც პოლიტიკური გადაცემების ტელეწამყვანი, როცა დებატებს აწყობ განსხვავებული პოზიციების. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ისე, რომ მთავრობის ხელისუფლების წარმომადგენლები უბრალოდ არ მოდიან, არ ღებულობენ მონაწილეობას, არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ თუ კი ვინმე დღეს ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, ეს არის კრიტიკული ქართული ტელევიზიები, რა თქმა უნდა, სხვა მედია საშუალებებთან. რა სოციმედიაც ხო, იქ არის ბევრი საინტერესო. ამიტომაც არის დარტყმის თავარი ობიექტი და ამიტომაც ყველაზე მეტ ზიანს იღებს კიდეც და აქვე რა თქმა უნდა ვახსენოთ მზია ამაღლობელი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადდა მათ შორის თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს უკავშირდებოდით, რომ მე აქ მოსულიყავ, ერთ-ერთ შემაკავებელი ჩემთვის იყო ზუსტად ეს, რომ შინაგანად ახლაც წინააღმდეგობრივი განწყობა მაქვს, როდესაც მაინც სახალისო იუმორისტული გადაცემაა და ჩვენი წევრი ონისეს ხალხი გარემო ისეთია, ხო? ციხეში არის და ნუ ჩვენც გვიჭირს მუშაობა. ონისეზე ხადროებაში ქონდა სპეციალური რეპორტაჟი ძალიან კარგი ის ქონდა. რაღაცა თითქოს დანაშაული შეგრძნება ყველას გვაქვს ამ ადამიანების წინაშე, რომ თითქოს ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრები ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრებით და აი საყოველთაო სტრესის ქვეშ ცხოვრება ყველასთვის პრობლემურია და სხვა შორის არა მარტო იმათთვის, რომელსაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავთ, ხო? აღმოჩნდა, რომ იმათთვისაც, რომლებსაც თითქოს დალხინებულად უნდა ქონოდათ საქმე. ახლა დღეს ამაზე საუბარს არ დავიწყებ, ყველა მიხვდება, რასაც გულისხმობ და მიხვდება იმასაც, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ხო, პროპაგანდა, სამთავრობო მედიების პროპაგანდა. აი ესეც იმის მანიშნებელია, რომ აი ბოლო კვლევები რაც ჩატარდა, ხო, იაგოსი, კაჭკაჭიშვილის, ხო? იქ იყო მე მგონი, რომ აი მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩევლის 50%-ს შეერა deep state-ის. არსებობის, ხო? არ იყო მოულოდნელი, რო გითხრას. ხო, უფრო მეტი სელოდის შენ ალბათ. კი, თუმცა იქვე ჩაკითხვები როცა იყო, მე ჩვენ რამდენიმე
სატელევიზიო vox pops რო ვეძახით, ხო? ანუ ქუჩაში რო ეკითხები ადამიანებს, შევარჩიეთ ადამიანები, რომელთაც ჯერათ ამ deep state-ს, მაგრამ რო ეკითხები რა არის ან ვინ არის, პასუხი ფაქტობრივად არავის არ აქვს. ანუ რისის ჯერათ მაშინ რა? ანუ რისის ორი კატეგორია. რა უნდა? რისი უნდა თროს ჯეროდეთ რა? ორი კატეგორიაა მაგ ადამიანების, ეს არის უსიტყვო ლოიალისტების, რომლებიც ქართულ ოცნებას, ბიძინას, ამ ხელისუფლების რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზის გამო თანაუგრძნობენ, მათთან ერთად არიან და ისინი ელოდებიან უბრალოდ მესიჯს, რას მიიღებენ, ვინ არის მათი მტერი. ანუ ასეთი ტიპის რეჟიმებს ყოველთვის ჭირდებათ, რომ ხალხს კონდეს ალყაში ყოფნის შეგრძნება. რომ ვიღაცა არის მტერი, ანუ მტრის გარეშე ესეთ სისტემები უბრალოდ ვეღარ არსებობენ. ჩამოიშლება. უნდა მოიგონოს მტერი. მათ პოზიტიური დღესასრიგი არა. მტერი უნდა იყოს, ვიღაცა ომში უნდა კრთავდეს, ვიღაცა უნდა კლავდეს, ვიღაცა პრობლემებს უნდა გიქმნინდეს, 24 საათი შენს დამხობაზე უნდა ცდილობდეს, გადატრიალებებს გიწყობდეს და ასე შემდეგ. ეს ხალხს უნდა დააჯერო. ხო. ქრესტომატია არის რეჟიმების არსებობა. ფორმულა რა ესეთ ხო. მოგეთ სიტყვა ფორმულას ამ შემთხვევაში მოვერიდებული არ ხარ. არა, ზოგადად ჩამოწერილი ფორმულა, კი, რეჟიმების შენარჩუნების ფორმულაა. ანუ არის რაღაცა კატეგორია ადამიანებისა, რომელიც ელოდება ვის დაუნიშნავენ მტრად. ხო. ამ მტრად ხან მიშა იყო ეხა ქართული ოცნებისთვის რაღაცა პერიოდი, მერე გლობალური ომის პარტია, ხო, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ასე შემდეგ, ის ტრანსფორმირდა ეხა და დაარქვეს deep state. ხო. რომელსაც ხანდახან დასავლეთის ბიუროკრატიას, ევროპულ ბიუროკრატიას და რაღაც სახელებს, ქვესახელებს უცვლიან ხოლმე, მაგრამ ახლა მტრად არის დანიშნული deep state. და შესაბამისად, რადგან ეს მესიჯი მიღებული აქვს, deep state არის თუ არა მტერი, რო ეკითხები. deep state არის თუ არა მტერი, კი არა, მტერი რო ყავს აუცილებლად, ამაზე გამოპასუხებაა. ის უბრალოდ ლოიალისტია და რაც ჩაძახეს, ამოგძახა. თუმცა მათ შორის არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც აი ეს კონსპიროლოგიური თეორიები ძალიან ღრმად წამთ. ამისთვის რუსეთმაც და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენ საზოგადოებაში, სხვადასხვა თაობაში. ამიტომ იყო მაგალითად გაზეთი ასაული დასავალი დეკადების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი. ხო, შენ დაიწერებოდა ძირითადად კონსპიროლოგიური თეორიები, ხო, აი სტალინის მკვლელობის თეორიები დაწყებული მასონთა ლოჟებით და ასე შემდეგ მსგავსი რაღაცები, რომ 5 ებრაელი სადღაც ზის და მართავს მსოფლიოს და 5 მილიარდიდან მარტო რომ ერთი რო უნდა გადარჩეს და დანარჩენი 4 რო უნდა გაწყდეს ან მათი ექსპლუატაცია. ეს ტექსტები თქვენ გესმით სერიოზული გადაცემებიდანაც, ხო? წამყვანი პროპაგანდისტული არხების, ანუ იქ ამიტომაც იყო ასაული დასავალი ბატონი ბიძინას საყვარელი გაზეთი. ეს ხო გულწრფელად თქვა ამ ადამიანმა. გითხრა თავის პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე. მე ამიტომაც არანაირი სურვილი არ მაქვს მათი კრიტიკა დავიწყო ხოლმე, მაგრამ დღემდე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობისა, რომელთათვისაც ბიძინა ივანიშვილის ბუნება, ხასიათი, მენტალიტეტი სიურპრიზი გახდა 2016 წლის შემდეგ. როცა 2016 წელს კაცმა ძალიან კარგად დაახასიათა თავისთავად. ამაზე მე გამახსენდა დანიგანის ბოლო ინტერვიუ, ხო? სადაც ერთი ამონარიდი არაჩვეულებრივია, ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. წარმოვიდგინე დიპლომატი ხალი, რომელსაც აქვს თავისი რაღაც შეზღუდვები, ხო, გამოთქვის მიმართულებით, არაფერს აი პირდაპირ გაბრაზებული ალაპარაკობს. ანუ რაღაცა, ჩათვალეს საჭიროდ ამათმაც ისეთი წერილი რა ეწერა იქ. ანუ სიტყვა აღშფოთება შეევსოთ დამატებითი ეპითეტებით კიდევ რას ნიშნავს, ხო? შანტაჟს გვიწყო, შანტაჟის ენით შეურაცხმყოფელია ამავე დროს წერია და არასერიოზული, ამის გამკეთებელიო, მთლად ნორმალური არ უნდა იყოს, ხო? აქედან მოდის სხვა შორის თეორიები, ჩემთვის ძალიან საპატივცემლო, მათ შორის ქართველი პოლიტოლოგების, აი ნორმალურობის და ადეკვატურობის და არაადეკვატურობის ზღვარზე თამაშობს ეს ბიძინა და მისდამი დამოკიდებულებაც, ხო? იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია თითქოს იქცეოდეს ადამიანი. მე იმათ შორის ვარ, რომელთაც მიაჩნია, რომ სათავისო ძალიანაც ნორმალურები არიან. ხო, თავს არ იგიჟიანებენ, ესე იგი. არ იგიჟიანებენ, თავს იგიჟიანებენ. ხო, ბოდიში. იმიტომ რომ თვითონ თავის გადარჩენისა და უზრუნველყოფისთვის რაც ჭირდებათ, იქ ძალიან სისტემურად მუშაობენ და სისტემატურადაც წლების განმავლობაში. ხო, რა, მაგალითად ხო. ამიტომ
რა ტიპაშთან გვაქვს საქმე, აი ჩემი იგივე გამოცდილებით გეტყვი, როგორც ჟურნალისტიკაში ყოფნის და დაკვირვების, ასევე პოლიტიკაში. პოლიტიკაში ყოველთვის ყველა გუნდს ჭირდება ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც ისეთ რაღაცეებს იტყვის და ისეთი ფორმით, რასაც სხვა სერიოზულ პოლიტიკურ კარიერაზე პრეტენზიის მქონე და ამბიციის მატარებელი პოლიტიკოსი არ იზავს და არ იკადრებს, ხო? აი მაგალითად მე წარსულიდანაც ბევრი მაგალითი მოყვანა შემიძლია, მაგრამ ყველაზე ცხელი ახლა რაც არის, აი მაგალითად ბატონი ზარქუა რა როლსაც ასრულებს ქართული ოცნების შემთხვევაში, ხო? ეგ ჩემთვის ცოტა ეს არის, ხო? ანუ ესეთი რაღაცა თავხედური გამოსვლები, რაღაცა პირდაპირ რაღაცა ჟარგონებით ლაპარაკი. არ გიგონოთ რომ ზარქუა ანგიჟია, ან უზრდელია. მე მგონია რომ პირიქით საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, უბრალოდ მან თავისი როლიც იპოვა და თავისი ბუნებითაც ნაწილობრივ მოერგო იმ როლს, რაც ქართულ ოცნებას მისთვის აქვს, შულს განსაზღვრული, ხო? აი რომ წარმოიდგინოთ დაახლოებით ასე მგონია, ასეთ ვითარება მგონია ივანიშვილთან და ქართული ხელისუფლებასთან მიმართებაში რუსული ხელისუფლების გამოყენებადობის ხარისხი. ეს როლი აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან, ევროკავშირთან, მათ შორის ამერიკელებთან მიმართებაში. აი ზარქუარა როლსაც ასრულებს, ხო, ჩვენს დასავლელ კოლეგებთან მიმართებაში ქართული ოცნებისთვის. ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები დაახლოებით იგივე როლს ასრულებენ პუტინის, ნარიშკინის და ამათ თამაში დასავლეთთან მიმართებაში. ანუ იმ ხალხს უნდა გაუჩნდეს ისეთი შეგრძნება, რომ ესენი ან ძალიან წყალწაღებულები არიან და საერთოდ წარმოუდგენელია მართან ურთიერთობა, ან არანორმალურები არიან და მოდი რა დისტანცირდეთ. დასავლეთი ცოტა ხო რაღაცები უფრო მეტი ბიუროკრატიაა დასავლეთში. ხო, ნამდვილი deep state, რომელსაც მე ვერ ვიტან, არის ზუსტად ეგ. ხო, აი დასავლეთის რა. ეს გადაულახავი, ესეთი მოუქნელი, ნელი და ასე შემდეგ და ამისი საუკეთესო ბრჭყალებში მაგალითი არის საქართველოსთან მათი დამოკიდებულება. ხო, ანუ ამდენი წლის განმავლობაში, შარშანწლამდე ფაქტობრივად საქართველოში სპეციალურად რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანისთვის შეიქმნა სტრატკომები ეგრეთ წოდებული, ან სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები ყველა სამინისტროებში, ყველა სახელმწიფო უწყებებში. აი რომელთა მთავარი დანიშნულებაც იყო იდენტიფიცირება რუსული დეზინფორმაციის, როგორც არხების, ასევე მათ ძირითადი გზავნილების ნარატივების, მათი განეიტრალება, საპასუხო პოლიტიკის ჩამოყალიბება და მათი უზრუნველყოფა. მათ უმეტესობას წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ბრიტანელები და ამერიკელები. ეს სტრატკომები იქცა რუსული დეზინფორმაციის მთავარ გამტარებად, მთავარი ანტიდასავლური ნარატივების, დასავლური გაგების ღირებულებების წინააღმდეგ მთავარ იარაღებად, ინსტრუმენტებად რა. ოღონდ ამას მარტო მე კი არ ვეუბნებოდი, ან რამდენიმე ჩემი კოლეგა წლების განმავლობაში საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს უმაღლესი დონის რომლებიც ჩამოდიოდნენ. ამას რატო ვაკეთებთ? თქვენ რატო აძლევთ ფულს იმათ, რომლებიც რუსების საქმეს აკეთებენ თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში? ხო, სრულიად გაუგებარი სიგიჟე არის ერთ შეხედვით, არა? მაგრამ ბოლომდე აგზელებდნენ მათ დაფინანსებას ეს იმ ფონზე, როდესაც მართლავისაც დახმარება ჭირდება. მართლავი წინა ხაზი არის აი ამ ფრონტის, ხო? რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, აი მაგ მდგომარეობაში ვარ, რომ არათუ ბენდის წევრი, ტაშის დამკვირველიც კი სტატისტი აღარ არის. დარბოში მე და შენ ვაგზელებთ ისევ ბრძოლას. ხო რა, ამაზე უფრო დიდი უცნაურობა, ამიტომ თუ ვინმე უნდა ბრაზდებოდეს და მე მგონი მეტყობა კიდე წამოწითლდი ახლა, ხო, ბრაზისგან deep state-ზე დასავლეთის ქცევაზე ჩვენ ვართ რა, ობიექტურად. რეალურად ისინი აფინანსებენ სამთავრობო რაღაცა დეპარტამენტებს, რომლებიც უნდა მუშაობდნენ რუსეთის ინსტრუმენტებს საქართველოში, რომელიც თვითონ გამოიკვლიეს. და მე კიდე 1-2 წელი დაჭირდათ იმისთვის, რომ მიმხდარიყვნენ, რომ დაფინანსება შეეწყვეტა და ალბათ იმასაც არ შეწყვეტენ. ამად რო არ გააჩერებინათ ყველანაირი დასავლური დახმარება, რატო? იმიტომ რომ არასამთავრობოები რო აღარ არსებობდნენ, მედია აღარ არსებობდეს და თავისუფალი მაგაში მოყვნენ. აქ ხო ხარობთ ჩვენ გადარჩეთ და ისინი ჯერ რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი. თუმცა ამ ხრივ ძალიან დიდი ძვრებია. ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ მარტო გასაბრაზებელი მიზეზები გვაქვს. ძალიან დიდი ძვრებია მსოფლიო მასშტაბით, დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, გრძელვადიან პერსპექტივაშიც და საშუალოვადიან პერსპექტივაშიც. ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, საერთო სტრატეგია
და ერთმანეთის გვერდში დგომა და არა ერთმანეთთან წინააღმდეგობა. კი, გეთანხმები. ხო, ანუ შენს YouTube პროექტზე მინდა თქვა, რომ არაჩვეული პროექტია. გულისხმობ ისტორიული და მოგზაურობა წარსულში. გუბას სანიკიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გადაცემა, რომელიც ყვება, მოყოლებული, არ ვიცი, ისრაელის დაარსებიდან, ზოგადად კაცობრიობის ისტორიაზე და ყველაზე ძველი საბერძნეთზე ვართ გაჩერებულები და ძალიან საინტერესო. მოყვებით, კი, სხვა შორის ყველაზე მეტად რასაც გთხოვენ, რომ საქართველოზე დროებას გვერდზე დევს ეს YouTube-ზე ძვირფას ტელემაყურებელი. დროება ქართულადაც ლათინური შრიფტითაც რო ვაკრიფოთ, უკვე ბევრი მაყურებელი ყავს საქართველოშიც მის პარკლებს გარეთაც, მაგრამ რაც ფორმატი იქნება, რა თქმა უნდა, არ გვაწყენს. ასე რომ საინტერესო ციკლია, ყველას ურჩევ რომ უყუროს და მოусმინოს, მით უმეტეს გუბაზე ამას ახერხებს. ძალიან კარგად თქვა და საინტერესო თანხრივ მე მგონია რომ კიდევ ერთი კუთხე არის აღმოჩენის კუბაზის ნიჭიერების სპარტა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკ. ხო, სპარტას ეპიზოდი იყო ძალიან საინტერესო, გადაცემის ჩაწერის დროს დამემართა კინაღამ ჩავჟირდი მაგ მონაკვეთში, იმიტომ რომ უბრალოდ წარმოვიდგინე კიდეც კუბაზი რომ იბადება სპარტაში. მოდი მოვუყვეთ მაყურებელს, საიდან? არაფერი ხა სპარტანელთა აღზრდის მკაცრი მეთოდების შესახებ თქვენც იცით, ხო? და იმდენად მკაცრ პირობებში ზრდიდნენ ბავშვებს, სხვა შორის არა მარტო ბიჭებს, მაგრამ ბიჭებს განსაკუთრებით. კუბაზმა რო აღწერა ეს ყველაფერი, ბოლოს მოვაყოლა აშკარად მაყოფილების შეგრძნებით, რომ კიდევ კარგი რომ მე სპარტაში არ დავიბადეო, თორე 7000-ჯერ რო დავბადებულიყავი, 7000-ჯერ რო ვერ გადავრჩებოდი რა. ვერცეთ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ იქ არ აჭმევდნენ, ბავშვებს საშიმშილებდნენ და რაღაცა ისეთ პირობებში ხო სიცივეში და მაშინ ზრდიდნენ. დეტალები ვისაც უნდა მოისმინოს მე არ მაცოცხლებდნენ. ხო. გადარჩენილია მაგა. იცი რა, ეხლა შენი სახელი გიორგი თარგამაძე, ხო? ეს ისეთი სახელია რა, ანუ იგივე სახელით და გვარით არის გივი თარგამაძე. ანუ გიორგი თარგამაძეა ისიც. პასპორტით ესეა, რეგისტრაციით. ანუ ხო და ნუ ხო ვიცით ახლა გივი ვიცით და ნუ არ გქონია რაღაცა ესეთი უხერხულობა იმ უხერხულობა არ ქვია მაგას. კიდე კა მე რუსეთში არ დავდივარ, თორე აი პუტინმა სხვათა შორის ბალოტნაის აქციების პერიოდში ილაპარაკა ქართულ კვალზე, ხო, რევოლუციის ორგანიზატორებს შორის და ერთადერთი ვინც სახელით და გვარით უბრალოდ ახსენა თარგამაძე გივი იყო, ოღონდ გივი იყო ის. და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძებნა ამაზე გამოცხადებული რუსეთის პროკურატურის მიერ. ნუ აქ ჩავსვით ახლა ციხეში. ხო და მაგ მომენტისთვის ცხადია პუტინის ამ განცხადების შემდეგ ეს ინფორმაცია ერთ-ერთი headline-ი გახდა რუსული მედიის. ყველგან იყო ეს ინფორმაცია გამოტანილი. რა თქმა უნდა, თარგამაძის გვარის ხსენები, თუმცა ფოტოები ძირითადად ჩემი იყო. ჩემი იყო, იმიტომ რომ ერთდროულად ვიყავით პარლამენტის წევრები, ხო? და ორივე ვართ გიორგი თარგამაძე. ხო. და ეხლა იქ დეტალებს ისინი მე ხო ვერ წარმოიდგენეს რომ ორი გიორგი თარგამაძე შეიძლება და ყოფილიყო. გეძებს ხო. ხო, და შესაბამისად მე რო სადმე ფეხი წამსდენოდა რაღაცა შემთხვევით, გარანტირებული მქონდა რომ გივის ნაცვლად მე დამიჭერდნენ იმ მომენტისთვის, ნუ სანამ გაარკვევდნენ ალბათ რამეს, მაგრამ ახლა გივის არ ამგონია რომ ჩემს ნაცვლად იჯდეს, ეხლა როგორც არის აბსოლუტურად შეგნებული, ძალიან ესეთი ვაჟკაცური და ძალიან პრინციპული თანმიმდევრული გადაწყვეტილების შედეგია და ჩემს ეხნიას ოღონდ გივის ამ შემთხვევაში არ არის ჩვენს გვარში და არც ჩვენს სანათესაოში ეს გამონაკლისი, ასე ვთქვათ, გივის ბაბუა. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა ხანებში, როდესაც კომუნისტებმა და რუსებმა დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის სახელიც ქვია გივის სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გიორგი გადაგიხადო და ბოლოსკენ ძალიან მინდა რომ შენი ახალგაზრდობის შენარჩუნების ელექსირის რეცეპტი რო ჩამაწერინო, რას დღის განმავლობაში რას იღებთ, ანუ რა მეწამალი არსებობს ესეთი, რომ აი მეც შევინარჩუნო ახალგაზრდობა, იმიტომ რომ იცით რა არის, ძალიან ძიმე პირობებში მუშაობთ და აშკარად ჩემ თავს ვატყობ, რომ ვბერდები, მალე ვბერდები. არ გეტყობა, ნამდვილად არ გეტყობა. შენ აი ამ სტრესულ პირობებში რატო ვერ ბერდები, ან რატო რაღაცა რეცეპტი გექნება უეჭველი, რაღაცა უნდა ჩამაწერო. არაფერი განსაკუთრებული, აი გუბოზი შეაყირებს ხოლმე სხვათა შორის, მე უფრო ათენელი და შენო უფრო სპარტა, რა დისციპლინა. ხო. დისციპლინა და გარდა ამისა ფიზიკურადაც ვთილობ, რომ აი ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ ძიმეს ამუშავო პირობებს, რომელიც არის ქვეყანაში თლიანობაში,
შეუხამო რაღაც ელემენტარულ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ რეჟიმში, ხო, დილაობთ. ეგ მაგალითად. ეგ არის ერთ-ერთი მეტი არაფერი თუ რო გითხრა ეხლა რაღაცა კვება და ვიტამინები და რაღაცა ისეთი საკვები და ამატები. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თარგამაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა. კაიფა. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.